მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. არის თუ არა ყოველთვის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი ცოდვა. Როგორ შეიძლება აიხსნას ხორციელი სნეულების მიზეზები და როგორი უნდა იყოს ქრისტიანის დამოკიდებულება ავადმყოფობასთან. ამ თემაზე სტუდიაში სტუმარი გვესაუბრება, ჩვენი სტუმარი კი გახლავთ სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური გიორგი ვაშალომიძე. დაგლოცეთ მამა გიორგი, დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და კეთილდღეობა მოგმადლოთ. მამა, ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ სნეულების შესახებ. საერთოდ რატომ ეშვება სნეულება ადამიანზე, რატომ უშვებს განსაცდელი სახით ავადმყოფობას უფალი ადამიანზე. ვიცით რომ ბევრგან მოგვითხრობს წმინდა წერილში უფალი სნეულების შესახებ, ანუ ბევრი ეპიზოდი ეძღვნება სწორედ უფლის მიერ სხვადასხვა სცენით შეპყრობილი ადამიანის განკურნებას. საიდან იღებს საერთოდ სნეულება დასაბამს? დიახ, უპირველესად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ღმერთმა, როგორც ჩვენ წმინდა წერილი გვაუწყებს, ადამიანი აბსოლუტურად უსნებოვნო შექმნა, უცოდველი შექმნა. სწორედ ეს იგულისხმება ხატებასა და მსგავსებაში. იცით თქვენ რომ ხატება ღვთისა ნიშნავს ადამიანის იმ ბუნებით თვისებებს, რომელიც ღმერთთან მას მიამხატებს, ასე ვთქვათ, ეს გახლავთ უკდავისული გონება და ასე შემდეგ. და მსგავსება კი, როგორც წმინდა იოანე დამასკელი აღნიშნავს, ნიშნავს ჩვენი ძალისაებრ მსგავსებას ღვთისა. ანუ ეს უკვე ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი არ შეიძლებოდა სნეული ყოფილიყო, ვინაიდან ვის ხატათაც ჩვენ შევიქმნით, რა თქმა უნდა, ის უსნებოვნოა, საუბარია ღმერთზე. მას რამ გამოიწვია სნეულების დაშვება ადამიანზე და არა მარტო სნეულების, ზოგადად ყველა იმ განსასწრების, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. ეს გახლავთ ცოდვის ჩადენით გამოწვეული ფაქტორები. ჩვენ ტელემაყურებელს ძალიან კარგად მოიხსენება, რომ ადამმა და ევამ წმინდა წერილის თანახმად შესწოდეს, რის გამოც მათ დაიმსახურეს ღვთისგან სასჯელი და ასე რომ ვთქვათ, დასნეულდა სრულიად ადამიანის ბუნება, რაც გამოიხატა იმაში, რომ ადამიანმა შეიძინა ისეთი თვისებები ადამიანის ხორცმად და სულმად, რაც მას იქამდე არ ქონდა. თუ კი ადრე უსნებოვნო იყო სნეული გახდა, თუ კი ადრე არ იცოდა რა იყო ტკივილი გამცდელი გახდა და ასე შემდეგ და ყველაზე საშინელი რამ ერთის მხრივ, რაც ადამიანს დაემართა, ეს გახლავთ რომ უკვდავი ადამიანი გახდა მოკვდავი. წმინდა მამათა აზრი კრებსითაც რო წარმოვადგინოთ, აი მაგალითად ბასილიდი ბრძანებს, რომ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი იმ შემთხვევაში, ვინაიდან თუ კი ცოდვილი ადამიანი უკვდავად დარჩებოდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ მაშინ ცოდვაც უკვდავი იქნებოდა მასთან ერთად. ამიტომ სიკვდილით ასევე დასრულდა ადამიანის მიერ ცოდვის ჩადენა და აი სწორედ ადამიანმა განიძარცვა რა საღვთო მადლი, ამის შემდგომ მან შეიძინა, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი უარყოფითობა და მათ შორის სნეულებაც. დიახ, მამა გიორგი, რა შეიძლება გახდეს კონკრეტული ადამიანის სნეულების მიზეზი? არის თუ არა ეს მიზეზი ყოველთვის ცოდვა, ვთქვათ, ან უფლის დაშვება, რომ ადამიანი გაძლიერდეს რწმენაში და გამოფხიზლდეს, ვთქვათ, და დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება, შეუდგეს უფალს? დიახ, ეს მით უმეტეს დღესდღეობით ძალიან აქტუალური თემაა, ძალიან ბევრს საუბრობენ ამასთან დაკავშირებით, რომ აი იცით, აქ ჩვენ საზოგადოებაც როგორ უყურებს, არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელთვისაც ეკლესიური აზრი არ არის მისაღები და შესაბამისად ისინი მხოლოდ ამ მიწიერი ლოგიკით მსჯელობენ. სამწუხაროდ ასეთი მსჯელობა ჩვენ ექიმებიდანაც გვესვის, მიუხედავად იმისა, რომ მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ექიმების მიმართ, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათი არაეკლესიური ცნობიერებიდან გამომდინარე გვხდება გარკვეული შეფასებები, რომ ვთქვათ, ეს სნეულება მხოლოდ რაღაც მედიცინის ჩარჩოებში ექცევა და არა ვთქვათ და არანაირი შემხებლობა მას მათი აზრით არ აქვს, ვთქვათ, რწმენასთან და ასე შემდეგ. მედიცინის კუთხით თავისთავად ცხადია, ყველა დაავადებას აქვს გარკვეული მიზეზი, ხო, ვთქვათ, მაგრამ უმთავრესი არის სულიერი კუთხე. აი ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ადამიანზე განსაცდელი ეშვება და მათ შორის სნეულების სახით, ეს ყოველთვის მომდინარეობს ღვთის დაშვებით. როგორც ჩვენ მაცხოვარი გახსოვს, თქვენ გვეუბნება, რომ თვით ერთი თმის ღერის ღიავების ძალმოსილებაც კი არ გაგვაჩნია. აი მაგალითად ძალიან
ხშირ შემთხვევაში ადამიანის დასნებოვნების მიზეზი გახლავთ ცოდვა. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვაქვს წმინდა წერილში, მამათა ცხოვრებაში, აი მაგალითად საილუსტრაციოდ ჩემი ნათქვამისა ერთ-ორს მოვიხმობ მაგალითად, აი ძალიან საინტერესოა იგივე ბიბლიაში ელისე წინასწარმეტყველთან დაკავშირებული ისტორია, მოგეხსენებათ მისი ისტორიას ჩვენ მეფეთას წიგნებში ხვდებით და მოკლედ რომ მოგახსენოთ ელისეს მოწაფე გეზი, რომელმაც შესწოდა ღმერთს თავისი ასე ვთქვათ მომხვეჭელობით დაავადდა კეთრით. ანუ იქ ცალსახად არის მინიშნებული, რომ გეზის დაკეთროვნება გახდათ მისი ცოდვის ჩადენის შედეგი. ასევე მაგალითად ჩვენ გვაქვს აღთქმის კიდობასთან დაკავშირებით, აი როცა ფილისტიმელებმა აღთქმის კიდობანი გაიტაცეს, ის შეურაცხყვეს დაგონის კერპთან დადეს და ფილისტიმელებს 5 ქალაქი ჰქონდათ და 5-ვე ქალაქში ასე ვთქვათ ჩამოატარეს ეს და თითოეულ ქალაქში ამ ესე იგი ამ აღთქმის კიდობანმა საშინელება მოახდინა, ღვთის რისხვა დაატყდათ და ერთ-ერთი იყო როცა გათში წაიღეს, იქ წერია რომ იქაურ მოსახლეობას ბუგრები ესე არის ბიბლიაში გამოდო. ანუ აქაც პირდაპირ დაავადების მიზეზი გახლავთ ცოდვის ჩადენა. ძალიან საინტერესო გახლავთ სახარებაში მოხმობილი ძალიან ბევრი განკურნება. თქვენ იცით რომ არაერთი განკურნება აღასრულებს მაცხოვარი ხორციელსნეულების განკურნებას და ყოველთვის როცა ის მაცხოვარი როცა აღასრულებს აი ამ კურნებას, ყოველთვის ხაზს უსვამს ადამიანის სულიერ სნეულებას. აი ერთ მაგალითს მოვიხმობ. მაგალითად როცა განრღვეულის განკურნება ხდება, ну განრღვეული რამდენიმე განკურნების სცენა ხდება, მაგრამ მე გულისხმობ მათესთან აღწერილ განრღვეულის განკურნებას ქალაქ კაპერნაუმში. აი იქ როცა განრღვეულს მაცხოვარს სახლში ასე თქო ჩაუშვებენ სახლიდან, სახლის სახურავს ახსნიან, იმიტომ რომ ხალხთა სიმრავლის გამო კარიდან ვერ შეიყვანენ ამ განრღვეულს და ესეც საოცარი რწმენის გამოვლენა მაცხოვარი მას აი პირდაპირ ესე მიმართავს რომ მოგეტევა შენი ცოდვები, რის შედეგადაც განრღვეული განიკურნება. ანუ ამ ისტორიაში ჩვენ რა დეტალი გვაინტერესებს რომ აი ეს რომ პირდაპირ არის მაცხოვრის სიტყვებით პირდაპირ არის დაკავშირებული ამ შემთხვევაში სნეულება ცოდვებთან. თუმცა მადმშობილის განკურნების მადმშობილის განკურნებას კი ბატონო, აი ძალიან საინტერესო შემთხვევაა ეს მადმშობილის განკურნების ისტორია. მადმშობილის განკურნების ისტორია არის იმისი ცხადი მაგალითი, რომ შეიძლება რომ სულაც არ იყოს სნეულება ცოდვათაგან გამოწვეული. ეხლა ერთი სხვი ყველა ადამიანი ცოდვილია თავისთავად ცხადია და როცა ადამიანს რაღაცა განსაცდელი მოვლენა ხოლმე ღვთისგან, იქ ცოდვების პასუხისგებლობის რაღაცა წილი ყოველთვის დევს, მაგრამ შეიძლება ეს იყოს გამოცდა, თქვენ ახსენეთ მადმშობილის განკურნების შემთხვევაში, რომელსაც ივანე მახარებელი გადმოგცემს, გახსოვთ თქვენ რომ მოციქულები როცა დაინახავენ მადმშობილს, მაცხოვარს ეკითხებიან რომ ვინ სოდა ამან თუ თავისმა მშობლებმა და მაცხოვარი მათ ეუბნება არც ამას შეუცოდავს და არც თავის მშობლებს. ის ბრმა დაიბადა რათა განცხადდეს საქმენი ამაზე და ღვთისაო. ანუ ამ შემთხვევაში მადმშობილის ასე ვთქვათ დასნებოვნებას ქონდა ღვთის დიდების ასე ვთქვათ გამოვლინების მიზეზი, რომ ადამიანებს დაენახათ თუ რაოდენ დიდებულია ღმერთი, რომელიც განკურნავს ადამიანს და სხვადასხვა მადმშობილის სულიერი სიძლიერე განაპირობებს სწორედ მის განკურნებასაც და მის რწმენა. და აი ეს რწმენის საკითხი ზოგადად დაერთიანებს ყველა ეპიზოდს, სადაც საუბარი არის განკურნებაზე და საოცარი გახლავთ ის, რომ აი მაცხოვარი ყველა სნეულს ეუბნება და როგორც შენ გწამს, ისე მოგეგოს რწმენის საებრ შენისა გეყავ შენ. თუ კი ადამიანს არ უნდა რწმენა, თქვათ, მას ვერავინ ამას ვერ სულ ღმერთი ფიზიკურად გამოეცხადოს, ფიზიკურად სახილველად, მაშინაც არ ერწმუნებს მას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეხა ნები კიდევ ერთხელ ცალსახად აღნიშნავ, რომ გარდა ამ ვთქვათ სამედიცინო მსჯელობისა, სნეულებასთან მიმართებაში, რომ წარმართოთ გარდა მედიცინური ლოგიკისა, უპირველეს და უმთავრეს ყოვლისა არსებობს ღვთაებრივი განგებულება. ერთადერთი აი არის ღმერთი, რომელიც უშვებს ადამიანზე ნებისმიერი სახის განსასწრებს და მათ შორის სნეულებასაც და ასევე ერთადერთია ღმერთი, რომელსაც შეუძლია ამის უკან გაწვევა. იცით, აი სულ რომ მთელი მსოფლიოს რჩეული სწავლულები შეიკრიბოს, ექიმებს გულისხმობ და რაღაც იმჟელონ ამასთან დაკავშირებით, თუ ღვთის ნება არ არის, ეს არასდროს არ მოხდებოდა. თუ ღვთის ნება არის, ეს ძალიან მარტივად მოხდება. ანუ ღვთის ძალით და მადლით აი როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს დასაბამ და დასასრულ ყოვლისა საქმისა და სიტყვისა შენისა ღმერთი იყავენ. ანუ ყოველივე დასაბამი და დასასრული
არის ღვთაებრივი განგებულება. თუმცა ეს არ ნიშნავს თავისთავად ცხადია იმას, რომ ახლა ჩვენ რეკომენდაციები არ დავიცვათ, რაღაცა თავისთავად ცხადია, ან კი ბატონო სამედიცინო მომსახურებაზე რა თქმა უნდა, ამას არ ნიშნავს კატეგორიულად არ ნიშნავს ამას და ადამიანის ცხონების საკითხში ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია მისი პიროვნული ქმედება, ხო? თორე ღმერთს ყველა ცხონება უნდა, მაგრამ და ადამიანის ბუნება გამოხსნილია, მაგრამ პიროვნების გამოხსნა ჩვენს პიროვნულ მოღვაწებაზეა დამოკიდებული. გარდა ხორციელი სნეულებების არსებობს ასევე სულიერი სნეულებები. აი მაგალითად, როდესაც ადამიანი ცოდვაში არის ლოთობის, თქვათ, ნარკომანიის, ეს სულიერი სნეულება ბუნებრივია შემდგომ უკვე ფიზიკურ სნეულებასაც უკავშირდება და გადადის ფიზიკურ სნეულებაში. მაგრამ აი ამის მიზეზებზე რას გვეტყვით? აი რა შეიძლება, თქვათ, აი ესეთ ცოდვაში ადამიანის ესეთ ცოდვაში ყოფნის მიზეზი იყოს? მიზეზი ამისა უპირველეს ყოვლისა გახლავთ, აი მე მაგალითად ასე მიმაჩნია ეს ჩემი პირადი აზრია, რომ აი ეს ლოთობა, ნარკომანია, თამაშებზე დამოკიდებულება კი ბატონო ეს არის 21 საუკუნის კერპთაყვანისმლობა. იმიტომ რომ ანუ კერპთაყვანისმლობა მარტო ის არ არის, რომ რაღაცა ხბოს კერპის შექმნის მაგალითად როგორც ებრაელებმა და მასზე თაყვანი, ხო? რასაც შენ ცხოვრებაში წინ აყენებ და ყველასა და ყველას შენს თავზე წინას კი აყენებ, ესე იგი შენ თქვათ გაუთვოცნიერებლად თუ გათვისნობიერებულად შენ მას ეთაყვანები. და შესაბამისად ეს არის კერპთაყვანისმლობა, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის აი თქვენ სწორედ ეს არის დაავადება. აი ჩვენ იცით აი უნდა განვიხილოთ ეს თქვათ ეს სამი ყველაზე საშინელება რაც ჭირს ზოგადად სოფლიოს და ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ამის სტატისტიკა ძალიან მძიმეა. აი ეს სამი ცოდვა უნდა განვიხილოთ როგორც დაავადება. რა არის აქედან გამოსავალი, რომ აი ადამიანი პირველ რიგში უნდა მიხვდეს რა სჭირს. სხვადასხვა ამას ბევრი ხვდება აი ჩვენ გვაქვს შეხება სასულიერო პირებს და ადამიანები ხვდებიან რომ ეხა იღუპავენ ცხოვრებას ფაქტიურად, მაგრამ აი მათი თქმით ძალა არ ყოფნით რომ ეს დაძლიონ, მაგრამ ეს არასწორი არის, იმიტომ რომ გამორიცხულია ადამიანმა მოინდომოს ერთის მეორეს ღმერთს დახმარებას თხოვოს და საქმე არ გამო. ეს არის უბრალოდ გამორიცხული. უბრალოდ ეს გულისხმობს საოცარ ნებისყოფას, მოთმინებას, ეკლესიური ცხოვრების სრულ გააზრებას და გამორიცხულია რომ ამ ყველაფერმა შედეგი და ამის ბევრი მაგალითიც ასევე ჩვენ გვაქვს. ასე თქვა ამ დასნეულებობისაგან განკურნებული ადამიანები ბევრი არიან მადლობა ღმერთს, თუმცა კიდევ უფრო ბევრი ამ სნეულებაშია სამწუხაროდ. აი და მე მინდა ვისარგებლო რა ხან ამაზე საუბრობ და მოუწოდო კიდე სამ ადამიანებს რომ მოვიდნენ ტაძარში და დაიწყონ გამოსწორება. ხვალდაზე კი არა, ხშირად ეს ჩვევიათიც და ამ ტიპის ადამიანებს ამბობენ რომ აი ხა დღეს არა და ხვალ მივალზე არა, დღეს დავიწყოთ ეს. დღეს აი ამ წუთიდან დავიწყოთ და ყოველ დღეს როგორც მაცხოვარი ამბობს, ყოველ დღეს აქვს საკუთარი სამყოფის საზრუნავი. და აი აუცილებლად ყველაფერი გამოვა. აი ღვთის მადლი ყველასა და ყველაფერს გარდამეტებულია, ყველა ცოდვაზე გარდამეტებულია. შესაბამისად აუცილებლად დაიძლება თუ კი ადამიანი მოინდომებს ამას. დიახ, და ალბათ ამ ადამიანის გარემოცვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში. ოჯახის წევრებს და სამეგობროს შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ესეთი პრობლემა აქვს, თქვათ, ლოთობის, ნარკომანიის, აზარტული თამაშების. ძალიან დიდი ისეთ აი გარემო ზოგადად ქრისტიანებთან არასდროს არ ქონდათ იდეალური რა. მოდი შეიძლება ცალსახავ თქვათ, ხო? ყოველთვის სხვადასხვა განსაცდელები და ქრისტიანები ყოველთვის უმცირესობაში იყვნენ და ქრისტიანებს ყოველთვის დევნიდნენ და არცად არ ეუბნება მაცხოვარი თავის მიმდევრებს რომ რაღაცა ესეთი ბედნიერი ფიზიკურად ბედნიერი ცხოვრება გექნება და პირიქით ეუბნება ხო დაგდევნიან დაგტანჯავენ. ასე რომ გარემო რა თქმა უნდა როლს თამაშობს, მაგრამ ადამიანს იმიტომ მიანიჭა ღმერთმა ეს გონებრიობა რომ მან ამ გარემოზე უნდა გაიმარჯვოს. თუ კი ვინმე მას ამისთვის ხელს უშლის, მან ეს ადამიანი ან ადამიანები უნდა ჩამოიშოროს. აი მაცხოვარი როცა ამბობს ახრებაში გახსოვთ თქვენ რომ უკეთო მარჯვენა შენი გაცნობს, მოიკვეთე და განაგდეიგიან თვალი მარჯვენა გაცნობს, ამოითხარე და ეს აქ მართლა იმას ყოველ ნიშნავს რომ ხელი მოვიჭრა და თვალი ესა გამოვიქთოთ, ხო? სწორედ ამას ნიშნავს რომ ადამიანი თუ კი ჩვენ ღვთისკენ სავალ გზაზე გვეღობება, რაც არ უნდა ახლობელი იყოს, თუნდაც ოჯახის ჯობია რომ მას დავშორდეთ, ვინაიდან როგორც მაცხოვრები ბრძანებს, ჯობს მარტო შევიდეთ სასუფეველში, ვიდრე მათთან ერთად ჩავარდეთ ჭოჭოხეთში. ღმერთმა დაგვიფაროს. მამა გიორგი, ეს ხორციელ სნეულებებს რომ დავუბრუნდეთ, როდესაც ადამიანი შეიტყობს, რომ მას მოულოდნელად თავს დაატყდა ესეთი განსაცდელი სნეულების სახით, აი რა უნდა მოიმოქმედოს, როგორ უნდა მოიქცეს. სხვადასხვანაირია ხოლმე ადამიანის რეაქცია ამ დროს. ზოგი პირიქით რწმენაში ძლიერდება, ზოგს შეიძლება პროტესტის გრძნობაც უჩნდება და რაღაც შეკითხვებს სვამს, რომ აი რატო
დამემართა. დღევანდელობიდან გამომდინარე რომ ვთქვათ, ნებისმიერი განსაცდელი შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად. ამ შემთხვევაში მოდი ვისაუბროთ სნეულებაზე, რა ხან კონკრეტულად ამაზე ვსაუბრობ. სნეულება შეიძლება და განსაცდელი და სნეულება შეიძლება იყოს ვიღაც კონკრეტული რაღაცას დაავადდეს და მეორე მხრივ სნეულება იყოს ეგრეთ წოდებული საზოგადო, რასაც ახლა თანამედროვე ტერმინით პანდემიას ვეძახით ჩვენ, ხო? სხვადასხვა ეს ქართულად ჟამიანობა ქვია, ასეთ გადამდები დაავადებები, როცა ეს სოფლიოში პირველი არ არის მოგეხსენება თქვენ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პანდემია გადაუტანია დედამიწის ისტორიას და შემონახულია. და ამასთან დაკავშირებით როგორ უნდა მოიმოქმედოს. თქვათ დღევანდელობასთან მიმართებაში მე მინდა შევეხო ამ თემას, რომ იყო ამასთან დაკავშირებით გახსოვთ თქვენ საუბარი, თვით მორწმუნეების აზრიც კი იყოფოდა ორად. კი ბატონო, ერთნი ამბობენ, რომ ეს ცნობილი რაღაც მოწოდება დარჩით სახლში და მეორენი ამბობდნენ, რომ რატო დავრჩეთ სახლში და წავიდეთ ტაძარში და იყო ამათ შორის ძალიან მძიმე დაპირისპირება. ყველაზე გულსატკეცით ის რა არის, ეს დაპირისპირება, ეს აზრი კი არა, არც ერთი აზრი არ არის ამ შემთხვევაში კატეგორიულად მიუღებელი ან საშინელება არის ეს დაპირისპირება, რაც ყველაზე დიდი დასტამბოვნება ადამიანისა, ეს შუღლი, ბოროტება, ერთმანეთის ზაგება, ლანძღვა და ნებისმიერი სიმართლის მაშინა ღვთის წინაშე. ასე ვთქვათ, სათნო, როცა ის ადამიანს არ აზიანებს და მიმართული არა იმისკენ, რომ ჩემი სიმართლე წარმოვაჩინო. არამედ იმისკენ, რომ ეს ადამიანი გამოვიყვანო ამ მდგომარეობაში. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს მამა გიორგი, რომ ძირითადად ეს ფსიქოლოგიური ტერორი, ასე ვთქვათ, მიმართული იყო მორწმუნე საზოგადოებების მისამართი. ანუ უფრო განიკითხავდნენ იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვიტეს, რომ ტაძარში მაინცევლოთ, დასწრებოდნენ აღდგომის ლიტურგიას და ასე შემდეგ, მიეღოთ ზიარება, წმინდა ზიარება. ანუ ამ ადამიანების მიმართ იყო ეს აგრესია ძირითადად მიმართული. კი, ელისაბედ სწორად აკითხენ, მიმყავს ეს მსჯელობა, რომ ანუ ერთის მხრივ არ არის ცოდვა, თუ კი ადამიანს აი მიაჩნია, რომ და ფიქრობს ის და მე ეს ჩემს მსჯელობსაც ვუთხარი, რომ თუ კი ფიქრობს ადამიანი, რომ მისი ტაძარში შესვლით ან გამოიწვევს დაავადებას, ან იმისგან გადაედება, ან ასე შემდეგ და ფიქრობს, რომ ის უნდა დარჩეს სახლში, რა თქმა უნდა, დარჩეს სახლში. არ შეიძლება არაფრით რომ რაღაცა ვაიძულო ჩვენას ადამიანები ამიტომ ვერც ვაიძულებთ, ხო? თავისუფალი ნება აქვს. თავისაცხადია, ხო? და ამით და სახში ვილოცებ და კი ბატონო, თუ კი ადამიანებს აი წარმოიდგინეთ, უნდათ რომ აღდგომის გასასწაულზე ტაძარში მოვიდნენ. სრული ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით ტაძარში დადგნენ. რა კუთვნით სამაგალითო იყო საქართველოს ეკლესია. ნამდვილად, ხო? როგორ შეიძლება ეკლესიამ ამ ადამიანებს უთხრას უარი? აი, ანუ მაცხოვარი, აი ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, რასეუბნება შენი რწმენისამებრ ანუ ყველას თავისი რწმენისამებრ მას თქვა ასეთი რწმენა აქვს და სახში ჩება ამას ასეთი რწმენა აქვს და ტაძარში მოდის ხო ყველას თავისი რწმენისამებრ მიაგებს უფალი ქრისტიანების ყველა და ქრისტიანული მოზრგების სათავე არის თავმდაბლობა ხო ჩვენ თავმდაბლობით მადლობას ვეუბნებით ღმერთს რომ აი მადლობა ღმერთს რომ თუნდაც ჩვენ ქვეყანაში ისე წარიმართა აი საოცარი რა არის იცით რომ რისი აი მე მინდა მაინც შევეხო ცოტა მტკივნეული თემაა მაგრამ რაღაცა ჩასაფრებულები იყვნენ თითქოს აი ძალიან უნდოდა ზოგიერთ ადამიანს რომ გაჩენილიყო ეგრეთ წოდებული ეკლესიის ან აღდგომის რა ვიცი აი თქმაც კი მეუხერხულება აღდგომასთან რომ კლასტერი ვიხმარო და გამოვიყენო ხო და რაღაც ესეთი ჩასაფრებული მდგომარეობა ჰქონდათ რომ აი თითქოს ელოდებოდნენ მაგრამ აი მადლობა ღმერთს რომ აი ამდენი ხანი გავიდა და არ გამოვლინდა და არც გამოვლინდება აი ცეთ ხშირად ეხსილობათ რომ ეკლესია ეს რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციის ტიპის დაწესებულება კი არ არის ღმერთმა შემინდოს ამ სიტყვისთვის არამედ ეკლესია არის ქრისტეს მისტიური სხეული რომლის თავიც თავად ქრისტეა აი წარმოიდგინეთ მე აქვე მინდა შევეხო რომ აი ძირითადი აქცენტი რაზე იყო თუნდაც აი ამ ბევრი საუბრობდა ამაზე ხო აი ზიარების თემა ხო აი ყოვზით დაინფიცირება არ დაინფიცირება მე აი ის რა არის თუ კი ადამიანი ურწმუნოა შესაბამისად მას გონია რომ იმ ბარძიმში ქრისტეს სიხსნახორცი კი არ არის ღვინო და წყალი და პურია აი ღმერთმა შემინდოს კიდევ ერთხელ თუ კი მართლაც იქ იმ ბარძიმში ჩვენ წარმოვიდგენთ რომ მარტო ღვინო და პურია ის მართლაც შეიძლება გახდეს დაინფიცირების წყარო ხო მაგრამ აი ეს არის სწორედ რომ ჩვენ მორწმუნეებს წამს იმიტომ რომ ეს ნამდვილად ასეა რომ იქ პური და ღვინო კი არ არის პური და ღვინის სახით ჩვენ ვიღებთ კი ბატონო სრულ ქრისტეს და როგორ შეიძლება ქრისტე წარმო როგორ შეიძლება ქრისტე გახდეს
დასნებოვნების მიზეზი. ეს ხო თუ კი ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ ქრისტე დასნებოვნების მიზეზია, ნუ მაშინ საერთოდ ახლა ზიარება არის ყველაზე დიდი რამ სამყაროში და ქრისტიანობის ცენტრალური საკითხია, ხო? მაშინ მოდით მოვიტყვით იმას, რომ საერთოდ ქრისტიანები. დიახ, აი ის მდინარე ქალის ისტორია ასევე სახარებიდან, რომელიც 60 შეეხო იესო ქრისტესას და განიკურნა თავს. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ამ მდინარე ქალის ისტორია, რატო იცით? წერია სახარებაში, რომ ამ მდინარე ქალსო მთელი თავის მონაგები წარეგო მკურნალებშო. აი სალსახა წერია ეს, რომ ექიმებში დახარჯა მან მთელი თავისი საბადებელი. წარმოიდგინე რაც ქონდა, ყველაფერი დახარჯა ექიმებში და ვერანაირმა ექიმა ის ვერ განკურნა. და ბოლოს წარმოიდგინეთ, აი მაცხოვარი დაინახა, აი რასაუცა და ვერც კი გაბედა რომ ეთქვა. რატო ვერ გაბედა კიდე სხვა თემა, სხვადასხვა. და მივიდა და უბრალოდ მიეპარა და სამოსელზე შეეხო და აი იმ რწმენით რომ მე განვიკურნებიო და განიკურნა. სხვათა შორის ზიარების წინასწარი ჩვენ ვიხსენიებთ ამას, რომ ვკითხულობთ რომ ამ მეძავ ამ ქალმაო სილზდანე ქალმაო შენი ერთი ფესვის შეხებით კურნება მიიღო და ჩვენ უღირსებიო მთელ შენს სისხლსა და ხორცს ვიკადრებთ მიღებადო. ხო აი წარმოიდგინეთ რომ მისმა შეხებამ აი იგივე მაცხოვარი კეთროვანს რო კურნა სხვათა შორის თქვენ ის კეთროვანის ხო გადამდები დაავადებები იყო ხო სახარებაში ჩვენ გვაქვს ორგზის დროს კეთროვანის განკურნება მაცხოვარი ესე იგი შეხება არ შეიძლებოდა კეთროვანს მაგრამ მაცხოვარი შეხებით კურნავს ანუ სიტყვით კი აკურნავს და იოანე ოქროპირი განმარტავს რომ რატომ მას ხო შეეძლო სიტყვით განეკურნავა არა სპეციალურად საგანგებოდ ეხება კეთროვანს და ამით ადასტურებს იმას რომ კეთრი არ მეფობს ღმერთზე ღმერთი მეფობს ყოველ სნეულებას და მათ შორის კეთრზე და კეთრს კურნავს მისი შემხებლობით რომელიც ასევე გადამდები დაავადება იყო როგორ დაწესდა მირქმის დღესასწაული ძალიან საინტერესო ისტორია აქვს მირქმა იცით თქვენ 12-დან ერთ-ერთია მაგრამ ეს ასე არ აღინიშნებოდა ასეთი დიდებულებით დაახლოებით მე-5 საუკუნემდე მე-5 მე-6 საუკუნემდე აღინიშნებოდა, მაგრამ არა დიდებულებით და ჩვენ ვიცით, რომ აი მე-6 საუკუნის დასაწყისში ბიზანტიაში საშინელი განსაცდელები წყება წამოვიდა და ერთი ის იყო, რომ ესე იგი საშინელი მიწისძვრა მოხდა ანტიოქიაში და მეორე გახდათ ის, რომ შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა ბიზანტიის იმპერიაში. ძალიან სახასიათო და პარალელი რო გავავლოთ, აი და ეს იყო თან ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ეს ხა ესეთი ტექნოლოგია ხო არ იყო განვითარებული მაშინ როგორც დღეს და შესაბამისად ეს იყო საშინელი რაღაცა ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და აი ისტორიული ცნობების თანახმად იქ ერთ-ერთ ცხოვრებს ბიზანტიაში ერთ-ერთ ცხოვრებს განეცხადა ღვთისგან კეთილმსახურ ქრისტიანს ღვთისგან განეცხადა რომ მირქმის დღესასწაული შეკრებილი იყვნენ მირქმის დროს ტაძრებში და დიდებულებით და ლიტანიობით აღენიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშინელი დაავადება იყო, ადამიანებმა დააზლიეს შიში აი ამ ისტორიული ცნობებთან შეიკრიბნენ და ლიტანიობის და აი ამ დღესასწაულის აღნიშვნის შემდგომ იკლო ამ დაავადებამ და ბოლოს აბსოლუტურად ესე იგი დასრულდა. ანუ ეხლა მე რა მინდა ამით თქვა, რომ ცდაი აი ამის მოწოდება რომ ტაძარში არ წახვიდეთ, შენ თუ არ გინდა არ წახვალ და აქ მამაში არც არავინ გზუდავს ხო მაგრამ ვისაც უნდა მოდი წავიდეს ხო ამაშია საქმე ხო თუ კი მე წამს რომ ტაძარში წავალ და დავდგები და ღმერთი მიშველის რატომ ზღუდავ ჩემს წვენას და თანამედროვე ტერმინით ვთქვა ჩემს უფლებებს რატო ლახავ მაშინ ნუ მინიმუმ ხო თუ მორწმუნეობა შენთვის თქვათ ინერტულია და არაფერს არ ნიშნავს მაშინ ეს ხო ჩემი უფლება შენ ხო გაქვს შენი უფლება რომ არ წახვიდე კი ბატონო არ წახვიდე მაგრამ მეც მაქვს ჩემი უფლება რომ ხო წავიდე მამა გიორგი აი თქვენ ბრძანეთ და რა თქმა უნდა აბსოლუტურად გეთანხმებით რომ არ შეიძლება ქილიკი იმ ადამიანებისა რომლებიც აი შიშის გამო ვერ მოდიან ტაძარში და აი თქვათ ტრაბახი და ამპარტავნება იმის გამო რომ მე დავდივარ ტაძარში და ის ჩემი მეგობარი ვერ მოვიდა იმიტომ რომ მეშინია არ შეიძლება და მიუღებელია მაგრამ აი ჩვენ ხედავთ რომ აი ეს პანდემია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ხო, მადლობა ღმერთს ჩვენი ქვეყანა ნამდვილად გადარჩა, ამოვლენებს გადაურჩა, რაც სოფლიოში მიმდინარეობს და ეს ცალსახად ბუნებრივია ღვთისწყალობა არის, რა თქმა უნდა, იმ ყველაფერთან ერთად, რაც თქვათ, მთავრობის მხრიდან, რაც გადადგმული ნაბიჯებიც იყო და ექიმების მხრიდან. მაგრამ აი, როდესაც თქვათ, აი სიყვარულით რომ უთხრათ ჩვენს მეგობარს, ან ახლობელს, თუნდაც ოჯახის წევრს, რომელიც შიშის გამო არის შეურგულებული და არ დადის ტაძარში და თქვათ, არ ეზიარება რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და კიდევ არ ვიცით რა რამდენ ხანს გაგრძელდება. აი, როდესაც ადამიანებს შიშის გამო ის ძირითადი საყრდენი ერთმევად, რამაც უნდა გადაგვარჩინოს. აი, ამ დროს რა უნდა გავაკეთოთ? არ უნდა ვუთხრათ, რომ თქვათ, გადალახოს ეს შიში, არ უნდა ვურჩიოთ? დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც კი აღნიშნეთ, თქმას და რჩევას აქვს თავისი ასე რომ თქვათ ფორმატი
და თუ კი ადამიანს არ უნდა გამისი გაგონება, თავი არ უნდა მოვაბეზროს პირდაპირ რა თქმა. თუ კი ადამიანს ამისი გაგება არ უნდა, ის ამას მაინც რაც არ უნდა, ახლა ჩვენ თეორიებით ვიმჯელოთ, ამას არ გაი. თუ ეს რწმენა ხო რასტიშდა რწმენა ხო არ ანიშნავს მსჯელობას. იცი, ბევრი რაღაც აუხსნელი ხდება სამყაროში, ხო? აი, მაგალითად ეხლა სიტყვაზე ღვთისმშობელი არის ქალწული, დოგმატია, ხო? ეხლა წარმოუდგენელია ეხლა აი ეს ყველაფერი ჩვენ დაუქვემდებაროთ მსჯელობას. ვინც მსჯელობას დაუქვემდება რა, რაღაცა წვალულობაში ჩავარდა. ერთი რამ მინდა უთხრა კიდე ამ ადამიანებს, რომ აი დავაკვირდეთ, ვინც თქვათ აი ზიარება აკრძალა, ან თქვათ ვინც ჩაკეტა ტაძრები ხალხისთვის, ან თქვათ ვინც რაღაცა დეზინფექცია შემოიღო ამ ზიარების კოზისა. აი დავაკვირდეთ რა მდგომარეობა იმ ქვეყნებში და რა მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში კიდევ ერთხელ არასიამაყით აუნიშნავ ამას ღვთის მადლით თქვათ ჩვენთან მაშინ უნდა იყოს კატასტროფული მდგომარეობა, ხო? მაგრამ არა მე ამით იმ თქვათ ქვეყნებს კი არ ვაკრიტებ, ეს მათი გადაწყვეტილება, მათი პიროვნული გადაწყვეტილება, ყველა ეკლესიას აქვს თავისი გადაწყვეტილების უფლება, მაგრამ უბრალოდ შედარების სახით ვამბობ. მე მინდა აქვე სარგებლო შემთხვევით და ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს აი საჯაროდ დიდი მადლობა გადაუხადო ვინაიდან და რადგანაც საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ძალიან დიდი რწმენა დაანახა სოფლიოს, არა მარტო ქართულ ხალხს, სოფლიოს დაანახა თუ რას ნიშნავს იმიტომ რომ იცით აი რწმენა სწორედ განსაცდელის დროს ვლინდება, თორე ეხლა თუ ყველაფერი აწყობილი და კარგად არის, ეხლა ტაძარში აღდგომას ყველა მიდის, ურწმუნოც კი რომ რაღაცა ეს ტრადიცია გონია აღდგომას ტაძარში მისვლა, ხო? და მადლობა ღმერთს ამისთვის და ღმერთი განაგებს ყველაფერს და ღმერთმა მოგვივლინა, იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ დავფიქრდეთ ამაზე, რომ აი რატო მოგვივლინა ეს ჩვენ ღმერთმა. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რომ რას მიგვანიშნებს ამით ღმერთს. წარმოვიდგინეთ, აი ღმერთმა მოუვლინა კაცობრიობას ერთი რაღაცა ბაქტერია, რომელსაც არც უნია, არც ფერი აქვს და მთელი მსოფლიო დააჩოქა, ესე რომ ვთქვათ, ხო? და ამით ღმერთმა აგზომიდა გაამპარტავნებული კაცობრიობას, შენ რასაც არ უნდა მიაღწევ მეცნიერებაში თუ ტექნოლოგიაში, შენ არაფერი არ ხარ, თუ ჩემს გარეშე შეეცდები შექმნა ცხოვრება. რასაც გასიმცდელობაც იყო, ხო? ამიტომ უნდა მივხვდეთ ჩემო კარგებო, რომ ჩვენი ქმედებით და ჩვენი ცხოვრებით ღმერთს უნდა დავუკავშიროთ მთელი ჩვენი ცხოვრება და ამ შემთხვევაში ვერანაირი პანდემია ჩვენ ვერ დაგვამარცხებს და ასე მადლობა ღმერთს და ამით მინდა დავასწრო მადლობა ღმერთს, მადლობა ყოვლადწმინდა დედას, რომელიც წილდომილნის ვარ ჩვენ და რომელმაც არინება საქართველოს და მისი მიუხედავად ჩვენი უღირსებისა არინება ჩვენთან ეს მძიმე შედეგები. თუმცა კიდევ ერთხელ რომ ღმერთი მიკერძოებით არავის არ უდგება და ნებისმიერი ადამიანი სოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თუ კი მოიწადინებს ღმერთთან ყოფნას, ღვთისგან მას განუზომელი და განუსაზღვრელი წყალობა ექნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ, რომ სტუდიაში საუბრობდა სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური გიორგი ვაშალომიძე.